მოგესალმებით, მესალმებ მაყურებელს. მოლოდინი შეიძლება ითქვას, რომ სწორია ყველა იმ რაციონალური მოცემულობის გათვალისწინებით, რაც ივანიშვილს აქვს. ერთი, რეპრესიული განწყობა, ხასიათი, ქმედება, სტილი მართვის. მეორე, მურუსიძის მორჩილი, მონურ მორჩილებაში მყოფი სასამართლო, რომელმაც ჯერ გადაწყვიტა, რომ თვეში ერთი პროცესი უნდა ყოფილიყო, შემდეგ გადაწყვიტა, რომ კვირაში 2 და 3 პროცესი უნდა ყოფილიყო. ახლა ხვდებიან, რომ აგვისტომდე დრო არ ყოფნით და კიდევ კვირაში თითო პროცესის დამატებას აპირებენ. 200 მოწმე ყავდათ წარმოდგენილი, 170 მოწმე მოხსნა, საერთო დღის წესრიგიდან მოხსნა ბრალდების მხარემ. ანუ ყველაფერი მიყავთ იქამდე, რომ ეს რაღაცა ფარატინა ფურცელი, რომელსაც ბრალის მტკიცებულებებს ეძახიან და თავის მხრივ მთელი ეს სცენოგრაფია და საცირკო წარმოდგენა, რომელიც ერთადერთი მიზეზია, რატომაც მედიას არ უშვებენ დღეს სასამართლო დარბაზებში. მსგავსი აბსურდული პროცესები რომ არ ნახოს საზოგადოებამ, იმიტომ რომ თქვენ უბრალოდ ვერ წარმოგიდგენიათ, როცა მიყვებიან მე იქ დამსწრე ადვოკატები ან ბრალდებულები, რა ხდება, როცა გამოდის ბრალდება დღეს მაგალითად ვინმე საათაშვილი გორის პოლიციიდან ჩამობრძანდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალი წაუყენა მამუკას და ბადრის. ეუბნებოდა ესეთ რაღაცას, რომ აიო თქვენო როგორც კი მოუწოდეთ ხალხს პარლამენტისკენ დაზრულიყო, ხალხი მშვიდად იყო ძალიან და იხულაო. და ამ დროს როცა ადვოკატი ჩაკითხებს უკეთებს კორძაძე სამუშია თუ სხვები, ანუ ამბავი ესეთია, არ ახსოვს რა დღე იყო, ამბობს რომ მიკროფონი არ ახსოვს, რუპორი არ ახსოვს, სცენა არ ახსოვს, აბა როგორ მიმართა საერთოდ, რა დღე იყო, რა ეცვა, რა ხდებოდა საერთოდ, თავად სად იდგა, ან ბრალდებული ვიზეც თავად მიუთითებს სად იდგა, ან ფორმულირება რა იყო, როგორ მოუწოდა, მერე გადააქვს რომ აი მიმიკით და რაღაცა ხელის მოძრაობით ანიშნა. ამ დროს მილიონობით საათის ალბათ ჩანაწერი არსებობს სხვადასხვა რაკურსით, იქ პარლამენტის შენობაზე დამონტაჟებული კამერებით, ასე შემდეგ მედიების ჩანაწერები და არცად ასეთი რამ არ არსებობს. უბრალოდ ყავთ რამდენიმე მოწმე მოყვანილი, რომელიც ტყუილზე დგას ეს ყველაფერი. ამიტომ ვამბობ, რომ აი თეთრზე შავით ნაკერი საქმეა, ძალიან არ უნდა გინდოდეს გაერკვე ადამიანის სიმართლეში, რომ როცა ამ საქმის დეტალებს გაეცნობი, აი მართლა სრულიად აბსურდული საქმეა, მაგრამ აბსურდულობასთან ერთად ეს არის დამეთანხმებით ირაკლი უმძიმესი საქმე, ანუ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედებებში არის დადანაშაულებული ეს ხალხი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ერთხელ უკვე ისხდნენ ციხეში, ვინც გარეთ არის, მათი უკან შებრუნება არის გადაწყვეტილი, ვინც ციხეშია, მათთვის პატიმრობის ვადის გახანგრძლივება. თქვენ როგორ ფიქრობთ, რას უკავშირდება ეს? თითქოს არაფერი მოასწავებდა და უცებ სწრაფი ტემპით ზაფხულში იწყება ამ პროცესების ჩანიშვნა და დღეს კიდევ გავიგეთ, რომ კიდევ უფრო მეტად სწრაფი ტემპით უნდა მოხდეს. აი, რითი ხსნით თქვენ? მე მაქვს ასეთი ჩემი მოსაზრება, რომ ხო, წეგანაც გითხარით, ახალს არაფერს ვიტყვი, რომ პოლიტიკური შემოდგომა, როდესაც დაიწყება, ყველა უნდა იყოს ციხეში, მაგრამ რისთვის ასეთი სწრაფი ტემპით? რისთვის შეიძლება ემზადებოდეს ივანიშვილი და რატომ შეიძლება სჭირდებოდეს, რომ აი რაღაც მოცემულობისთვის, რაღაც მომენტისთვის პოლიტიკური პარტიების ლიდერები ისხდნენ ციხეში და თქვენი პარტიის 2 ლიდერი მათ შორის. ივანიშვილის მდგომარეობა მათ შორის ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ველზე არის საკმაოდ მძიმე. მას უწევს ერთი იძალადოს პარლამენტში იქ მყოფ ოპოზიციონერებზე, შემდეგ საქეიფოდ წაიყვანოს მათი დეპუტატები, რომ გაამხნევოს, უწევს რომ მაგალითად ყაველაშვილი გაუშვას აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე, სადაც იცის რომ ეს არის პოლიტიკური სიკვდილი და განადგურება მიხეილ ყაველაშვილისთვის, მათ შორის უზარმაზარი ზიანი ქართულ ოცნებაზე, მაგრამ ივანიშვილი უკვე გასულია მომსახურების ზონიდან და მას უწევს მსგავსი არაადეკვატური, არარაციონალური გადაწყვეტილებების მიღება. მათ შორის ამ არარაციონალურ გადაწყვეტილებებში შედის ტყვეების კალათის განახლება. ის ცდილობს, რომ ერთის მხრივ
განმუხტოს და გაანეიტრალოს ის კალათა, სადაც უზის სხვა პოლიტპატიმარი, ძალიან ღირებული საქართველოს მოქალაქეები, უსამართლოდ დაკავებულები, მაგრამ არახმაურიანი სახელი გვარები. ივანიშვილს იმისთვის, რომ ივაჭროს საერთაშორისო საზოგადოებასთან, დასავლურ ქვეყნებთან და დემოკრატიულ საზოგადოებასთან, ჭირდება ხმაურიანი სახელი გვარები. ყოველთვის ასე მოიქცა ივანიშვილი და ეს მის ხელწერად იქცა, როცა ნახეთ, რომ როცა იქმნება კრიზისული ვითარება, ბიძინა ივანიშვილი აჩქარებს პირიქით კრიზისულ ვითარებას და ქმნის უფრო მეტ შესაძლებლობას ან აუცილებლობას მოლაპარაკებისთვის. რატომ ხო, ანუ აი თქვენი აზრით თქო, რა შეიძლება უკავშირდებოდეს რეალურად ამ საერთაშორისო იზოლაციაში ივანიშვილი და მისი პარტია, მათ შორის უკვე მიღებულ ძალიან მძიმე სანქციების ქვეშ მოექცა სწორედ იმის გამო, რაც აკეთა ქართულმა ოცნებამ მოყოლებული 2024 წლის არჩევნებიდან დღემდე და არა მხოლოდ მანამდეც, მაგრამ აი ახლა ჩვენ ამ ბოლო პერიოდზე ვსაუბრობთ, ხო? და მთავარი პირობა, რასაც ამ იზოლაციის გარღვევისთვის უყენებენ მას და მის პარტიას, ჩვენი პარტნიორები უკავშირდება სწორედ ორ რამეს. რეპრესიული კანონების უკანწაღება და პირველი არის პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების გათავისუფლება. აი ამ დროს, როდესაც ეს პირობები აქვს მას მაგიდაზე დადებული და მათ შორის ევროკავშირიდანაც და ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაკეთებული განცხადებები მათ ჩვენზე კარგად იციან, ხო? ამისთვის მაგალითად უბრალოდ გავიხსენებდი რუბიოს და ჯო უილსონის საუბარს, თუნდაც. რაშიც ის სრულიად დაეთანხმა კონგრესმენს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. აი ამ დროს ივანიშვილმა ხომ წესით უნდა იცოდეს, რომ კიდევ ახალი პოლიტიკური მძევლების აყვანა საქმეს კიდევ უფრო მეტად გაუარესებს და უფრო მეტ იზოლაციაში აღმოჩნდება ქართული ოცნება. ხო და ხომ არ ფიქრობთ, რომ რაღაცისთვის ემზადება? მაგალითად შემოვიტანდი თემას, აი როცა ჩემთვის ფიქრობ, ჩემი საქმე ესაა, ხო, რაღაცებზე ვფიქრობ, ვაანალიზებ. ხომ არ ფიქრობს ის არჩევნების ჩანიშვნას, ოღონდ იმ მოცემულობით, რომ პარტიების ლიდერები ისხდნენ ციხეში, ჩვენ არ ვიცით ამ დროისთვის დააჩქარებინებს თუ არა, მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვის თაობაზე შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილებას და იუცებ ჩანიშნოს არჩევნები, იმიტომ რომ ახალი პარტიების შემოსვლა პოლიტიკურ ველზე, ანუ რაღაც ყველა თავის პოლიტიკური გეგმით მოძრაობს, ხო ცხადია, აი ამ ველზე, რასაც ქვია ქართული პოლიტიკა და ხომ არ შეიძლება ფიქრობდეს თქვენი აზრით, თუნდაც აი ახალგაზრდებთან ქართული ოცნების ახალგაზრდული პარტიის შეხვედრას, ივანიშვილის ოჯახის წევრის მონაწილეობით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ანუ რაღაცისთვის ემზადება? ძალიან ვცოლად გამომივიდა, მაგრამ შევეცადე, რომ კარგად ჩამომეყალიბებინა, რატომ გავიფიქრებ ხოლმე ჩემთვის ხანდახან, რომ შესაძლებელია თუ არა, რომ ველის გასასუფთავებლად უნდოდეს, რომ ეს ხალხი აღმოჩნდეს ციხეში და უცებ ჩანიშნოს არჩევნები. ივანიშვილს აქვს ძალიან მარტივი არჩევანი და ნებისმიერ მსგავს ხელისუფლებას აქვს ძალიან მარტივი არჩევანი. ერთი, არჩევნები უნდა იყოს ან თავისუფალი და ნდობა უნდა არსებობდეს არჩევნების მიმართ, ან მეორე, ამ არჩევნებში მსგავსი ავტორიტარული ხელისუფლება უნდა დამარცხდეს. ეს ორი არჩევანია საერთოდ. რატომ მესამეც აქვს ივანიშვილს ჩაატაროს ისეთი არჩევანი არ არის, როგორიც აქამდე ჩაუტარებია და პლუს გამოკეტილი პოლიტიკური ლიდერების ციხისა. ამიტომ ამბობ, რომ ეგ მესამე გზა სინამდვილეში არჩევანი არ არის. ეგ მესამე გზა არის იმ სტატუს-კვოში ჩარჩენა ბიძინა ივანიშვილის, რაც ახლა არის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში იქნება. იზოლაციას გულისხმობ? იზოლაცია, დევნა, ეკონომიკური სანქციები ბევრად უფრო აქტიური იქნება. აღარავინ აღარ დაიწყებს ორჭოფობას, რომ აი ივანიშვილთან ლაპარაკი შეიძლება თუ არ შეიძლება. უკვე გადახაზავენ საბოლოოდ და ეს სანქციები ძალიან მძიმე იქნება. თავის დროზე ადამიანები ღლიცინებდნენ, მათ შორის საქართველოში არსებული პრორუსი, პროქოცი მოქალაქეები, აქტივისტები თუ პროპაგანდისტები, აი რუსეთს ბიძი ვერაფერი ვერ შეეხება და სანქციები რას დააკლებს პუტინს და ვხედავთ რა ვითარებაა. ამ ყველაფერს
დრო ჭირდება. ივანიშვილს ძალიან კარგად ეშინა. რუხაძე რო გამოძვრა და დაიწყო წუწუნი და ზუილი იმის შესახებ, რომ თურმე სანქციები ძალიან საშიში ყოფილაო. ძალიან კარგად იციან მათ, რას ნიშნავს სანქციები, რას ნიშნავს პერსონალური პასუხისმგებლობა. ძალიან კარგად ვიცით ჩვენ ეს ლელომ და ჩვენმა კოალიციამ და ამიტომაც ვამბობთ, რომ სანქცია არა ქვეყანას, არა საქართველოს მოქალაქეებს, არანაირი შეზღუდვა, არამედ პერსონალური პასუხისმგებლობა ივანიშვილს და ყოველთვის მოვითხოვთ პერსონალურ პასუხისმგებლობას. ეხლა ამას წინათ ირაკლი კობახიძემ წამოგვაძახა რაღაცა თავის პროპაგანდისტულ არხზე, რაღაც ჩვენს მიერ გაგზავნილი წერილი ევროკავშირის უწყებაში და ძალიან ნათელია პასუხი, იმიტომ რომ ჩვენ მოვითხოვეთ 2024 წლის არჩევნების პროცესის გამოძიება და თუ არ გამოიძიებდა ქართული ოცნება, კი ვითხოვდით პერსონალურ პასუხისმგებლობების დაყენებას და ეს ამ პერსონალურ პასუხისმგებლობებს ირაკლი კობახიძე ვერ გაექცევა, ვერც ივანიშვილი და ვერავინ სხვა ნიშნის მოგებით მოგვიტრიალდნენ და გვითხრეს რომ თქვენ რომ ამას ითხოვდით, აბა რა გონიათ რომ დაიჭიროთ, აწამოთ, რაღაცა გაანადგუროთ დემოკრატია ამ ქვეყანაში, სასამართლო მურუსიძეს ჩააბაროთ, აქეთ არჩევნების პერსპექტივა და ნდობა მოკლათ არჩევნებისადმი და ამ დროს ჩვენ არც პერსონალურ პასუხისმგებლობას არ მოვითხოვთ და არც გამოძიებას არ მოვითხოვთ. ძალიან ცდება ირაკლი კობახიძე ამ დროს თუ გონია რომ ვინმე სამი დააკომპლექსებს რომ უიმე ამაზე ხელი ჩვენ არ მოგვიწერია, არა ძალიან ცდება ხელი მოვაწერ და კიდევ უფრო მეც მოვაწერთ ხელს, კიდევ უფრო მეტ ჯერ შევძლებთ ჩვენი კოლეგების ინფორმირებას იმ საქმეში რომ ერთი დავიცვათ საქართველოს ეროვნული ინტერესები და ეროვნული ინტერესები არის ამ ქვეყანაში დემოკრატიის გადარჩენა, ეროვნული ინტერესები არის ადამიანის უფლებები და ხალხის სამსახური, რომ რეალურად როცა ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში იქნება, ეს ეკონომიკური ზრდა გავლენას ახდენს რიგით მოქალაქეზე და არა მხოლოდ რაღაცა პორშეს ცენტრის მფლობელზე და მარტო კალაძის სამეგობრო საძმაკაცოზე, რომელიც ყველა გამდიდრდა მილიონობით კვადრატული მეტრის მშენებლობის ნებართვას ღებულობენ წელიწადში ხალხო წარმოუდგენელი ამბავი ხდება. იმდენი სამშენებლო ნებართვა გაცემული. ქალაქი განადგურებულია ყველგან, სადაც კი პატარა სივრცე იყო, კორპუსები ჩააკვეხეს. იგივე მდგომარეობა ბათუმში დღეს ჩემი მეგობრის ბრიფინგს უსმენდი დილით. 38 საბავშვო ბაღი არის ბათუმში. 12 საბავშვო ბაღი არის გაჩერებული. რატოა გაჩერებული, იცით? მილიონები ჩაახარჯეს და რემონტი კიდევ არ დაუმთავრებიათ, იმიტომ რომ იქაც ფული მოიპარეს. ყველგან ძარცვავენ საქართველოს მოქალაქეებს. ანუ ჩვენი სტრატეგია ეს არის, რომ უნდა არსებობდეს ორი მიმართულება. ერთი პოლიტიკური სტრატეგია, სადაც ოპოზიცია ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოყალიბდეს იმაზე, რომ დაანებოს ერთმანეთში ტალახის სროლას. საკუთარ თავზე და საკუთარ პარტიაზე უნდა იყოს ყველა ორიენტირებული. ჩვენ ამიტომ ვცდილობთ, რომ ეს ტალახის და ნეხვის სროლაში არ მივიღოთ მონაწილეობა. პროექტი გიწოდათ მიხეილ სააკაშვილმა ამას წინათ პასუხებდით. სხვებს უფრო მეტად უწოდა, ჩვენ ალბათ უფრო კიდევ ნაკლებად, მაგრამ აი ეს ნეხვის სროლას ყველამ უნდა დაანებოს თავი. საკუთარ საქმეს უნდა მიხედოს, საკუთარ პარტიის წევრებს უნდა ეკონტაქტოს, საკუთარ მხარდამჭერებს უნდა ეკონტაქტოს. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური პარტია, სიამაყით ვამბობ ამას ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე, რომელმაც შევინარჩუნეთ რეგიონალური პარტიული სტრუქტურა. შევინარჩუნეთ და 63 მუნიციპალიტეტში მე რეგიონალური წარმომადგენლობა მაქვს, ჩემს კოლეგებთან ერთად ძალიან ვამაყობ ამით. მიხარია რომ ის ნაბიჯი გადავდგით. თავის დროზე საუბრობ იმაზე რომ არჩევნები არის უალტერნატივო პროტესტთან ერთად. არჩევნები და პროტესტი და არა შეპირისპირება. არის უალტერნატივო. მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ რა არ გვეძახეს, რა არ მოიფიქრეს. დღეს ეხლა სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა და არჩევნები კი უალტერნატივოა. ამ დროს წინა საღამოს ბოიკოტი გამოაცხადა. ამ დროს ყველა დავასრულებ რა, მინდა რომ ეს ლოგიკა შევკრა. მათ შორის თქვენს ეთერში, როცა ხან ჩვენ ერთმანეთში გვიკამათია, ხან სხვა პოლიტიკოსებთან, როგორი მოდინი იყო რომ ეს ბოიკოტი რამეს გააკეთებდა. ამ დროს ხო ივანიშვილის გაძლიერება გამოიწვია. ამ დროს შეიძლებოდა რომ დიდი ქალაქები კი ზუსტადად გამოგვეგლიჯა, მაშინ როცა გლიცინებდნენ ამაზე. მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩვენ ვქნებოდ ძლიერ. რატო ვიხსენებ ამას? იმიტომ რომ საზოგადოება დაფიქრდეს. ვინ არის თანმიმდევრული საკუთარ პოლიტიკურ პროცესში? ვინ აწარმოა ისეთი პოლიტიკა, რომელმაც მინიმუმ გაძლიერება მოიტანა, იმიტომ რომ ხვალ ჩემი სტრუქტურული სიძლიერე არის ამ პროტესტის, ამ წინააღმდეგობის და საქართველოში ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების პროცესში მთავარი ძალა. თან იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყნის ამომრჩეველთა უძარმაზარი ნაწილია, რომელსაც არ უნდა არც წარსულში დაბრუნება, მათ შორის არც ნაციონალ მოძრაობა და მისი განაყოფები და არც
ქართული ოცნება. ამიტომ ჩვენ ეს ალტერნატივა ვარ. ზურაბიშვილი და როდესაც ის ამ სტუდიაში საუბრობდა გასულ კვირას ჩვენი სტუმარი იყო და საუბრობდა არჩევნებზე, მე მას დაუსვი კითხვა, უпростоრედ შევახსენე, რომ თავადაც იყო ის არჩევნების მოწინააღმდეგე და თუ არ ვცდები, თავადაც ფიქრობდა, რომ ეს იყო რუსული სპეცოპერაცია, მაგრამ დღეს სხვანაირად საუბრობს ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი, ის ამბობს, რომ არჩევნები არის გარდაუვალი, არის ერთადერთი შანსი, მაგრამ აი, როდესაც არჩევნებამდე მიდის საქმე, თუნდაც 2-3 დღის წინ მომხდარი კადრები რომ გავიხსენოთ, თუ არის საშუალება წამოგვაშველეთ, რაც ხდებოდა მაგალითად პარლამენტში, ანუ წარმოუდგენელი დაპირისპირება ფიზიკური თავდასხმა ადამიანებზე ვერ იტანს. ქართულმა ოცნებამ რააჩვენა ამ კადრებმა, ქართული ოცნება 4 კაცს, 5 კაცსაც კი ვერ იტანს განსხვავებულად მოაზროვნეს და ვინმე თუ კი კრიტიკულად შეაფასებს და ოდებს არ აღავლენს მაგალითად მათი ლიდერების მიმართ და მოაწყეს ისეთი თავდასხმა, კი ვნახეთ ყველამ ერთად თემა საქართველო. ხო რაც ხდებოდა საქართველოს პარლამენტში. ანუ რატო ვიხსენებ ახლა ამ 2-3 დღის წინ მომხდარ ამბავს? ეს ხალხი რამის დამთმობია, ფიქრობ, აი არჩევნებამდე, როდესაც ჩვენ მივდივართ, თუნდაც ახლა საუბარში რომ გამოსავალი არის არჩევნები. ხო, რეალურად არსებობს ორი გზა, ანამარცხებ არჩევნებით, ანამარცხებ რევოლუციით. მეტი ახლა სხვა გზა ხელისუფლების შეცვლისა ჯადოსნური ჯოხი მე არა მაქვს, თქვენ. მაგრამ თქვენ იცით, რომ თქვენივე კოლეგები სხვა ოპოზიციური პარტიებიდან, არა ყველა, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი ამბობს, რომ საერთოდ აქვს აზრი ივანიშვილის დანიშნულ არჩევნებში გასვლას, ივანიშვილის საარჩევნო წესებში შესვლას და წინასწარვე გაყალბებულ არჩევნებში ბრძოლას. კი ბატონო, მაშინ უნდა ჩამოყალიბდნენ ეს ადამიანები და ამ ორ არჩევანში რაც რადგან სალომე ზურაბიშვილზე საუბრობდით, მან თქვა, რომ მეო ლელოს და გახარიას თავაზობდი, როდესაც თავაზობდიო გაერთიანებას, შევთავაზე, რომ პირველ ნომრად ჩემი ძმა დაგვეყენებინა ოთარ ზურაბიშვილიო და აი ამაზეც მინდა თქვენი კომენტარი მოვისმენთ. დიახ, ეს სიმართლეა, თუმცა იმ პათოსით თავაზობდა ოთარ ზურაბიშვილის ჩვენ თანახმა ვიყავით. სხვა შორის ის პირველ ნომრად და იმ პათოსით რა სტატუსით თავაზობდათ, ანუ ბატონი ოთარის გავლენა. როგორც ემიგრაციის წარმომადგენელი, იმიტომ რომ ჩვენთვის ემიგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ბატონი ოთარი დაბრუნებული იყო ემიგრაციიდან. და თუ გაერთიანდებოდა ლელო და გახარიას პარტია, ნომერი პირველი საარჩევნო სიაში უნდა ყოფილიყო ოთარ ზურაბიშვილი. დიახ, ამაზე საუბარი იყო, ჩვენი მხრიდან პოზიტიურად იყო აღქმული. თუმცა რატო არის ეს სალომე ზურაბიშვილისგან ისეთი სიკეთე, რომელიც ჩვენ აი ესე მოგვცა, ძალიან მნიშვნელოვან პოზიციას ვთმობდით და ვაძლევდით და ამით გამოვხატავდით სრულიად ბუნებრივ პატივისცემას, რაც სრულიად გასაგებია. რაც შეეხება სტრატეგიას, როგორ უნდა გადავარჩინოთ ეს ქვეყანა. ამ სტრატეგიის გასაღები დევს ერთი პოლიტიკის კეთებაში. პოლიტიკის კეთება რას გულისხმობს? რასაც აკეთებს ლელო. სტრუქტურული გაძლიერება, საერთაშორისო ველზე მუშაობა, ჩემი კოლეგების ნახევარი ამჟამად იმყოფება საერთაშორისო ვიზიტში. ნაწილი ხვალ მიემგზავრება ავსტრიაში, ვენაში ძალიან მნიშვნელოვანი ალდეს კონფერენცია იმართება. ნაწილი უკვე იქ არის. მეორე ნაწილი იმყოფება რეგიონალურ ტურში. მეც ახლახანს დავბრუნდი და რამდენიმე დღეში ისევ რეგიონალურ ტურში მივდივარ. ეს არის ის პოლიტიკური საქმიანობა, მათ შორის ტელევიზიაში, სულ ტელევიზიაში სიარული კი არა, უფრო მეტი რეგიონებში სიარული, უფრო მეტი დედაქალაქის ქუჩებში სიარული, კომუნიკაციის სხვა სისტემური წყაროების აწყობა, ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, ამის კეთება, რასაც ლელო აკეთებს და არა მხოლოდ ურთიერთდაპირისპირება შექმნეს, ჯერ რაღაცა ერთობა, ალიანსი დაარქვეს, მე განცხადება არ მახსენდება პროაქტიულად რაიმეზე საინტერესო ამ ალიანსს ეთქვას. მახსენდება მარტო ერთმანეთის კრიტიკა, ლანძღვა ბრალდება რომ ვინ ქოცია, ვინ ფულია იყო, ვინ რაღაც გააფუჭა და ამ დროს დამუნათება ჩვენი რომ შემოდით ალიანსში. ეს იყო სრულიად სწორი და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც ჩვენ მივიღეთ, იმიტომ რომ რაც არ არის ბუნებრივი, რაც არ არის შინაარსზე, რა თქმა უნდა, შინაარსზე დამყარებული და დაყნობილი, იქ არაფერი არ გვესაქმება და თავადაც არ ესაქმება. სინამდვილეში ეს ხო ხელოვნური ერთობაა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წარსულის და ერთი პარტიული ბექგრაუნდის მქონე პარტიები არიან გაერთიანებული გარდა ერთი სუბიექტისა, ხო? ანუ მათი არჩევანია, ამიტომ ჩვენ გაგვეშვან, ჩვენ ვაკეთებ ჩვენ საქმეს
ყველამ რომ თავისი საქმე კარგად გააკეთოს, ამ ქვეყანას ეშველება, ივანიშვილი ასე ძლიერი არ იქნება. თავის დროზე კიდე შეცდომები რო არ დაგვეშვა, დაეშვათ მათ, აღარ ვაპირებ რომ ეს რაღაც ენის მოჩლექით ვილაპარაკო, ჩემზეც ვიგულისხმებ. არაფერზე არ უნდა ვიგულისხმო. მე წავედი ამ ბრძოლაში, ვიბრძოლე კიდევაც, პარალელურად საშინელი ბრალდებები გვეძახეს, მაგრამ გადავიტანეთ. ეხლა დღეს კიდევ ვამბობთ რომ ნებისმიერ ბრძოლაში შევალთ და ნებისმიერ ბრძოლაში დავასუსტებთ ივანიშვილს. რა არის პასუხი შეკითხვაზე? არჩევნები და ხაზარაძე, ჯაფარიძეზე მაგალითად გადაწყვეტილება იყოს მიღებული მათი პატიმრობის მაინც გახვალთ ყველანაირ არჩევნებს. ინგა, გაგახსენებთ მაგალითად, როცა არჩევნებზე გასulis გადაწყვეტილება გავახმოვანეთ ლელომ, სად იყო მამუკა ხაზარაძე და ბატონი? ციხეში. და მანამდეც ეს გადაწყვეტილება გქონდა, მერეს ეს გადაწყვეტილება გქონდა, გამოუშვეს, მაინც მივიღეთ მონაწილეობა. არანაირი ის არ არსებობს აქა. სწორი არის გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. სწორი არის ყველამ რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ეს აცლის ძალაუფლებას ივანიშვილს, მაგრამ იმის საპასუხოდ რომ სხვები გადახტებიან უფსკრულში, საკუთარ პარტიულ სტრუქტურებს ჩამოანგრევენ, ნაწილი მათი წევრების იზოლებული იქნება, რომ უცხოეთში ემიგრაციაში წავიდეს. მე ამას ვერ გავაკეთებ. და მაშინ რატო არ შეხვედით პარლამენტში, ირაკლი? აი ეს კითხვა მინდა რომ დაგისვათ, ხო? რადგან თქვენ მაგ ხაზით მიდიხართ და ამბობთ რომ ამ ხაზიდან გადახვევას არ აპირებთ, მაშინ ეხლა მიჩნდება ეს კითხვა პარლამენტის ბოიკოტი რატომ გადაწყვეტი? იმიტომ რომ დღეს რაც მთავარ დარტყმას აყენებს ივანიშვილს, რა არის ეს? დელეგიტიმაცია. როგორ შედგა ეს დელეგიტიმაცია? მხოლოდ ჩვენი წუხილით და რაღაც მტკიცებულებების წარდგენით კი არა, პარლამენტის მანდატებზე უარის თქმით. ეს იყო მტკიცე ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით, კარგი დაფიქრებით, არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ დავფიქრებულ ვართ, არა, დავფიქრდით, დავწონეთ, დაკავების რისკებსაც ვხედავდით, მათ შორის მამუკას და ბადრის დაკავების რისკები არსებობდა, მაგრამ ეს პირველები იყვნენ ისინი, ვინც თქვეს, რომ ჩვენ მანდატები უნდა დავთმოთ იმისთვის, რომ დელეგიტიმაციის პროცესს შეუწყოთ ხელი, ივანიშვილის დელეგიტიმაციის პროცესს და ეს გავაკეთეთ. რაც შეეხება არჩევნებს და ხვალ რომ არჩევნები იყოს, რა იქნება? დამისახელეთ თქვენნაირ გამოცდილის ქართულ პოლიტიკაში არათუ ბევრი მე არავინ არ მეგულება. ფაქტობრივი მოცემულობა და ისტორია. დამისახელეთ საქართველოს ისტორიაში არჩევნები, რომელიც იყო დემოკრატიული და კარგი. გაგიჭირდებათ, გალბატონო ინკა, გაგიჭირდებათ, იმიტომ რომ პირველი იყო არჩევნები საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ზვიემ გამსახურია მოიგო, შემდეგ იყო შევარდნაძისრულების არჩევნები და არც ის არ ყოფილა დემოკრატიული. არც 2000 დავარქმევდი, მაგრამ დემოკრატიულად დასრულდა 2012 შედეგობრივად, იმიტომ რომ ხო სააკაშვილისა აღსრულდა. კი, ოღონდ სხვაობა რა არის და დემოკრატიულად გადააბა. არ იყო დემოკრატიული არჩევნები 2012 წელი, მაგრამ არა, დემოკრატიული იყო, თქვა არ ვამბობ კარგად მინდა რომ განმარტო. სხვაობა იყო მიხეილ სააკაშვილს ანაღულებდა ამერიკელების პოზიცია. დადგა შედეგი, რა. სხვაობა იყო რა. მიხეილ სააკაშვილს ანაღულებდა ამერიკელების პოზიცია. ეს იყო სხვაობა ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის და ამ პირობებშიც ივანიშვილის პირობებში არც ერთი არჩევნები სამართლიანი არ ყოფილა. არც ერთი. და თუ ვინმეს აქვს მოლოდინი და სრულიად რაღაცა არასერიოზული საბავშვო ბაღში არ იფიქრებს აღსაზრდელი იმას, რომ ეხლა მომდევნო არჩევნები იქნება სამართლიანი. არა, მაგალითი გვაქვს, უნგრეთის მაგალითი, სადაც საზოგადოებამ შეძლო ერთი არჩევნებისადმი რწმენის დაბრუნება და მეორე დამარცხება იმ პირის, რომელსაც უზარმაზარი ფინანსები ჰქონდა მობილიზებული, 30 მილიარდ ევროზე მეტი ჰქონდა მხოლოდ მის უახლოეს სამეგობროს ტენდერებით, სახელმწიფო ტენდერებით აღებული და მაინც შეძლეს. უნგრეთის მაგალითი არის საუკეთესო მაგალითი, რომელმაც აჩვენა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს და საქართველოს ისტორიაც ირაკლი ფიქრობთ. აი იქ რაც მოხდა ადგილობრივ არჩევნებზე, ყველამ გადასარევად იცით. მათ შორის მეც ვერ დამარწმუნეთ, ხო, მაშინ რომ არჩევნებზე უნდა წავსულიყავი, როგორც მაგრამ გზადაგზა ვხედავთ, რომ უფრო ჩემს პოზიციაზე გადმოდიხარ. თუმცა მე არ მერიდება ამის არც ამის თქმა, იმ დღეს ზუსტად სალომე ზურაბიშვილსაც იგივეს ვეუბნებოდი, თბილისის შედეგებმა აჩვენა, რომ მხოლოდ 20%-ით არჩეული დედაქალაქის მერი მივიღეთ და აი მანდ გაჩნდა კითხვები, რომ გასულიყო ყველა ერთად ერთიანად მთელი ოპოზიცია, ალბათ ყველა შემთხვევაში მინიმუმ თბილისი თუ სხვა დიდი ქალაქები არა შესაძლებელი
შესაძლებელია მართლა ყოფილიყო შედეგი დადებული, მაგრამ არის მე არ მიმიღია როგორც ამომრჩეველს მონაწილეობა და იცით რომ მე ვიყავი როგორც ამომრჩეველი წინააღმდეგი რომ რომელიმე ოპოზიციური პარტია გასულიყო ამ ადგილობრივ არჩევნებზე, მაგრამ აი ეხლა მოახერხებთ თქვენ რომ დაარწმუნოთ სხვა პარტიები თუ დადგება და ალბათ დადგება ხო ან კალენდარულად დადგება ბოლოს და ბოლოს უკვე მომავალი წლიდან უკვე წინა საარჩევნო კამპანია უნდა დაიწყოს ხო რეალურად რომ არჩევნებზე გახვიდეთ პირველ რიგში ჩვენ ჩემზე მეღიმება ერთი რამის გამო ჩვენ აუცილებლად გავალთ არჩევნებზე და ყველას ბოიკოტში გასვლა ნიშნავს რომ ჩვენც უნდა დავზიანდეთ საერთო საქმეც უნდა დაზიანდეს არაფერი არ უნდა მოხდეს ანუ ივანიშვილს მიცეთ ძალაუფლება რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის აი აქ მეღიმება იმისთვის რომ დავაბრუნოთ რწმენა არჩევნებისადმი ანუ ცვლილებების საერთოდ შესაძლებლობისადმი რწმენა მე ისევ ყველაფერს გავაკეთებ როგორც ამ ბოლო არჩევნებზე გავაკეთე საკმაოდ თავგანწირულად კი ეს იყო რაღაც ისეთი თავგანწირვა რომელსაც დიდი შედეგი არ მოჰყოლია მაგრამ იყო პრინციპულად სწორი და სამართლიანი და ჩემზე მეტი უნდა გააკეთოთ იმ ადამიანებმა ვინც თავის დროზე ბოიკოტს ემხრობოდით მე ჩემზე გადმოგავთ მათ შორის არა როგორც ამომრჩეველი მე ყოველთვის ვგრძნობ კი არა როგორც ამომრჩეველი ეს ამორფულად არ შეხედავდი მაგრამ თქვენ ავტორიტეტი ხართ არა თქვენ ხართ ავტორიტეტი ინგა თქვენ არ ხართ როგორც რიგითი ამომრჩეველი თქვენ ხართ ავტორიტეტი არ ვთვლი რომ რაიმე ავტორიტეტი არა მოცემულობა ავტორიტეტია 30 წლის განმავლობაში ადამიანები გიყურებენ გისმენენ მათ შორის სალომე ზურაბიშვილს მათ შორის იმ ბოიკოტის პარტიებს ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა აქვთ რომ დააბრუნონ რწმენა არჩევნებისადმი მარტო იმის თქმა რომ ჩუმად ხო არჩევნებისთვის დღეს კი არა გუშინ უნდა ვემზადებოდეთ დღეს ესეთი ფრაზები მესმის სადღა მოსპე და გაანადგურე ის რწმენა რომელიც არჩევნების ცვლილების შესაძლებლობას რაღაც ავლენდა რწმენას შეიცავდა ამ პარტიებს მიმართავ რომლებიც დღეს არჩევნებისადმი მომზადებას და რაღაც მგზაობებზე ლაპარაკობენ ამიტომ მე ეჭვება ამიტომ ვფიქრობ რომ დღესვეა საჭირო სწორი პოლიტიკური სტრატეგიის რაღაცა გადაფასება, შეფასება ჩვენ ვემსახურებით მართლა ჩვენს კეთილსინდისიერ ინტერესებს რთულ გზებს ვირჩევთ. ლელო ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩემი აზრით არის ყველაზე წელში გამართული პოლიტიკური პარტია, თავისი რეგიონალური სტრუქტურით, თავისი ხისტი თუნდაც პირდაპირ გადაწყვეტილების, ზედმეტი მოკიბის გარეშე დავამთავრეთ თამაში. დავამთავრეთ კეკლუცობა, რომ ვიღაცას გავუღიმოთ და უთხრათ, რომ აი კი, აი ამ უბედურებაში შემოყვები, ამას აღარ ჩვენ ვაპირებთ რომ საქართველოს ინტერესებს რაც ჭირდება, ამას გავაკეთებთ. დღეს ვჭირდება ჩვენ პროტესტის გაძლიერება, ვჭირდება არჩევნებში გამარჯვება, ვჭირდება საერთაშორისო ველზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები. ვინც ამ საქმეშია, ღმერთმა გაუმარჯოს და მათთან ერთად ვივლით. ვინც არ არის, სამწუხაროდ მოუწევს თვითდაზიანების რეჟიმში ისევ ყოფნა. ირაკლი, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი, ანუ გადაწყვეტეთ რომ პასუხის ღირსად აღარ ჩათვალოთ არც ერთი ოპონენტი, თქვენივე კოლეგები და ოპონენტს გულისხმობ ოპოზიციური ფლანგიდან და ბოლომდე მიყვეთ ამ გზას, რომელზეც შედექით? პირიქით, ბოლომდე მიყვებით ამ გზას, მაგრამ რაც შეეხება პასუხებს, ჩვენ ვეცდებით რომ ყველა დარწმუნდეს იმაში, რომ შეცდომა დაუშვა. და მგონი ეს ვითარებამ დაარწმუნა, როცა ისინი გამოდიან და დღეს საუბრობენ არჩევნებზე. კარგია, ისაუბრონ არჩევნებისთვის, მოემზადონ არჩევნებისთვის, აკეთონ ის საქმე, რასაც ლელო ვაკეთებთ. ჩემი კოლეგების ნახევარი ისევ მეორე არის საერთაშორისო ველზე შეხვედრებზე, მეორე ნახევარი რეგიონებში. მე ჩამოვედი 2 დღის წინ, ხვალ ისევ მივემართები, ნაწილი იქნება სატელევიზიო, რასაც სოციალურ ქსელში გამოვაქვთ ან ასე, ნაწილი იქნება არასატელევიზიო. ჩუმად სიარულიც კი მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებს ელიან ყველა სოფელში არის შიმშილი და მარტო ლელო კი არა ყველა თავის საქმეს უნდა აკეთებდეს და უნდა დადიოდეს მიუხედავად იმისა რომ ზაფხულია ყველა დავიღალეთ და ყველას გვინდა კომფორტული დასვენება წარმატებას გამარჯვებამდე ეს ამბავი არ გამოვა